ერთი გაძვალტყავებული და დაუძლურებული ვირი გლახაკ პატრონს გაეპარა და მთაზე დაიდო ბინა. ადგილი დიდებული იყო. დიდი ჩანჩქერი ჩამოდიოდა, წყლის პირას მშვენიერი ხეები და ყვავილოვანი მწვანე მდელოები იწონებდნენ თავს. თურმე ვეფხვის საცხოვრებელი ყოფილა და ვირი იქ დასახლდა. ვეფხვი სანადიროდ იყო, როცა დაბრუნდა და ვირი დაინახა, ეუცხოო და დიდად შეეშინდა. ვირმა კი ვეფხვი რომ დაინახა იფიქრა, ჩემი სიკვდილის მოციქული გამომეცხადაო, ყურები დაცქვიტა და მთელი ხმით დაიყროყინა. ვეფხვს ისეთი შიშის ზარი დაეცა, რომ გზაკვალი ვეღარ გაიგნო და დამფრთხალი კლდეებისაკენ გაიქცა. მიმავალს მელა შემოეყარა. მელამ უგუნებობა შეატყო, თაყვანის ცადა ჰკითხა. ნადირთ მეფეო, სადმე ბრძანდები ასე რამ და გაღონაო? ვეფხმა უპასუხა, ჩემს სამეფოში ერთი უცხო ბუმბერაზი დასახლებულა, მისი შიშით სახლში ვაღარ დამედგომებოდა, გამოვიქეცი და ამან დამაღონაო. მელამ დაწვრილებით გამოჰკითხა უცხო ბუმბერაზის ამბავი და ვეფხვმაც ყველაფერი აუწერა, მისი სახე, ფერი, ოთხფეხობა, ყურდიდობა და შემზარავი ყროყინი. მელამ დაამშვიდა, ეგ ვირია, ნუ გარბიხარ, მე გავაძევებ და თქვენ სამფლობელოში უზრუნველად მოისვენეთო. ვეფხვმა არ მოусმინა და გზა გააგრძელა. მელაც მას გაჰყვა, წინ მგელი შემოეყარათ. მგელმა ვეფხვს თაყვანისცა და მელას კითხა, რა გაჭირვებია, სადმე ბრძანდებაო? მელამ მგელს უამბო, ვირს გამოექცა შეშინებული და გარბის, დავუშალე და არ გამიგონაო. მგელმა ვეფხვი დაამშვიდა, ნუ სუხარ, ჩემი სადილია, გვარიანად მშია და შევექცევი, დარდი ნუ გაქვს მისი საქმე მე ვიციო. ვეფხვმა უთხრა, თუ ჩემი ღალატი არ გნებავთ და მართალს მეუბნებით, ერთი თოკი მოიტანეთ, შუაში მე მოვებმები, აქეთ ერთი მომებით, იქით მეორე, ერთად მივიდეთ და თუ რამე დაგვემართა, სამივეს ერთიანად დაგვემართოსო. წავიდა მელა, თოკი მოიპარა და მოიტანა. სამივენი ჩაებდნენ თოკს და ვეფხვის საცხოვრებელში ერთად მივიდნენ. როცა ვირმა ესენი ერთად მისული დაინახა, ძალიან შეეშინდა და საშინელი ყროყინი მორთო. ვეფხვი უარესად შეშინდა, მრჩეველებს აღარ მოусმინა, თოკი მოზიდა და ორივენი დაახრჩო, თვითონ გარდაიხვეწა. გავიდა ხანი, ვეფხვს შინდაბრუნება მოუნდა. მე სხვა ადგილზე ვერ ვიცხოვრებ, წავალი მუბერასთან იქნებ დამინდოს და მიყმოს, ჩემს საცხოვრებელში მაინც ვიქნებიო. მივიდა ვირთან, დიდი კრძალვით და შეეხვეწა. მიყმე და მიმსახურეო. ვირმა უბრძანა, რადგან მეყმე, შეგიფარებ, ჩემს სახლს შაგაბარებ და ორ შეცდომასაც გაპატიებ, მაგრამ მესამეს ერიდეო. ცხოვრობდნენ ასე ერთად, მაგრამ ერთმანეთის ეშინოდათ. ვეფხვს ვირის, ვირს კი ვეფხვის. ერთხელ როცა ვირს ეძინა, ვეფხვს ნავარდი მოუნდა და წყალში ჩახტა. ჭავს კუდი დაჰკრა და წვეთები ვირში აშხეფა. ვირს გაეღვიძა, იწყინა და დიდად დატუქსა. მეორედ ვირი ღრმა წყალში ჩავიდა, წაიქცა და იხრჯობოდა. შეიჭრა ვეფხვი წყალში, ბატონს მიეხმარა და სამშვიდობოს გამოიყვანა. ვირი მიზეზს ეძებდა, იქნებ ვეფხვი მოვიშორო და გაუჯაფრდა. კალმახსებ ნადირობდი და რად გამომიყვანეო? ვეფხვს მესამედ შეცდომის შიში ჰქონდა და იმ ადგილებიდან გადაიხვეწა. მისი სამფლობელო კი ვირმა დაისაკუთრა.